ერთხელ მოგესალმებით, ფასოსონელებო და მეგობრებო, დღეს თავაზობ თქვენ არხასტრალიონიკას ვიდეოს, რომელიც მიყავს იური ლირს, დათარიღებული მესამე 3 დეკემბრით. იური ლირმა სვენელებს მიაწოდა ინფორმაცია მართვის, პირადად მართვის იმ სვენელებისთვის, ვინც ცხოვრობს კავკასიონის რეგიონში. სამწუხაროდ ჩვენი მტრებიო, ჩვენი არა მეგობრებიო, იქაც მოიკალათ ესო. მოკალათდნენ უფრო სწორად. მით უმეტეს კუდიანებმა გაითქვესო თავი და ის რაც ხდებოდაო ჩეჩნეთშიო და ის რის წინააღმდეგ უწევდათო ბრძოლა არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო ძალებს, არამედ იმათაც, ვინც მსახურობდა რუსეთის საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში. იქ რაღაც ისეთი წიფდებაო და მე ამ თემას შევეხიო მაშინ, სანამ დაიწყებოდაო მოვლენები უკრაინაში. და ეს არსებები, რომელიც ახსენა იური ლირმა, იჩენდნენ თავს უკვე 70-იან, 80-იან წლებში. არსებობს წიგნი არსელი, რუსულად არსელ, მაკიზნაკია ბოლოს, არსელ. ეს მოიძიეთო, ეს ძალიან საინტერესო წიგნიაო და სამწუხაროდ არ მოსვასო ავტორის სახელი და გვარიო, მაგრამ დასახელება არსელ. რუსულად თუნდაც მოძენდითო, ქართულად ეს წიგნი არ მგონია იყოს გადათარგმნილი. მოკლედ ეს წიგნი არისო დაწერილი ჟურნალისტის მიერ, ზოგი გმირებიო, რომლებიც აღწერილია ამ წიგნში. მე მათ ვიცნობ თურმე, პირადად ვიცნობ თურმე კი არა, ამგვარესო პირადად ვიცნობდიო და აგრეთვე ეს წიგნი ეხებაო თემას აღმოსავლური რელიგიურ სისტემასთან დაკავშირებით. ეხებაო ისლამს და მის მისტიკურ ორდენებს, იქაც ყოფილა ორდენები. იქ ეს ყველაფერი აღწერილია შიგნიდან, შიდა, ესე იგი, ასე ვთქვათ, სამზარეულოდან. ის ვინც ამას წერდა, ან ვინც მიაწოდა ეს ინფორმაცია მწერალს, იქ ცხოვრობდა, იქ საქმიანობდა ამ ატმოსფეროს შიგ. ეს წიგნი იქნება საინტერესო მათთვის, ვინც არისო რერიხების მიმდევრები, ხომ გაგიგონიათ რერიხები, ხო, ეტყობა იქანე ამ კუდიანებზე, დრაკონიელებზე საუბარი. მაგიტომ შეეხო იური ლირი და ეს კუდიანებიო სამწუხაროდ იგზილ არიანო და ძალიან ძლიერ არიანო იქანეო ჩაჭედილები, ასე რომ ვთქვათ. მთელი კავკასიის რეგიონიო სავსეაო ტუნელებით, როგორც თხუნელას ხრელები. სავსეა თურმე ტუნელებით. მე სულ ფიქრობდი არის თუ არა, კი მე მოკლედ ვიცოდი რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო ძელი ცივილიზაციის ნანგრევები და იქ ტუნელი იყო აღმოჩენილი, მაგრამ ამდენი ტუნელები თუ იყო კავკასიის მიწისქვეშ, ეს ნამდვილად არ მეგონა. და თურმე ამ კავკასიონის რეგიონის ქვეშ არა მხოლოდ უბრალოდ ტუნელებია გათხრილი, არამედ იქ ამ დრაკონიელის, რეპტილოიდეს, ამ კუდიანის უძახის იური ლირი მათ, იქ თავისი ესე იგი სამფლობელოები აქვენა გამოთხრილი, საცხოვრისები. ხო, სადაც ისინი ცხოვრობენ. და მოვიდაო დრო, რომ მათაც მიხედონო. ეს ნიშნავსო ჩვენთვის,
რომლების დედამიწაზე ცხოვრობენო, სეისმური აქტიურობის აწევას. ანუ ამასთან დაკავშირებით თუ ამათი დევნა დაიწყო, ამათი გაწმენდა ტუნელების გაწმენდა ამათგან ეს გამოიწვევს ხელოვნურ მიწის ძრებს. და მით უმეტეს იმ ადგილებშიო, სადაცო გეოლოგიის თვალსაზრისითო ეს მიწისძვრები არ უნდა ხდებოდეს. მე ახლა არ მივუთითებო ზუსტად რა ადგილას არიანო ესენი განლაგებული, ან რა უნდა მოხდესო ამათთან დაკავშირებით. მაგრამ მე მხოლოდ ეს გეტყვითო, ზოგი პრეზიდენტებიო, ზოგი ქვეყნების პრეზიდენტებიო ამ რეგიონში ხო მინდა მე დავაზუსტო, ყველა მიცით ხომ კავკასიის რეგიონში რა ქვეყნები შედის? ყველა მიცით. ხო, ესე იგი ის გულისხმობს ამ რეგიონში, ამ ესე იგი ქვეყნების, რომლებიც განლაგებულია ამ რეგიონში, მათ პრეზიდენტებს, ყველა პრეზიდენტებს. ესე იგი ზოგი მათგანი, ზოგი პრეზიდენტები ღია თანამშრომლობს ამ პიროვნებასთან. ეს უძახის ამ პიროვნებას ასტრევიტიანკა, ესე იგი კუნძულზე მაცხოვარი ესე იგი ქალის სქესის წარმომადგენელი. რატომ არ ვიცი? ესეთ შეასრულეს თავის როლს ამ საქმეში. მოკლედ იური ლირს უნდა თქვათ, რომ ჩვენ ყველანი, ვინც ამ რეგიონში ცხოვრობს, ყველანი იყვნენ თხილად. და კონდეთ ყველაფერი აუცილებელი, სადაც დახმარება მოვა. მე არ ვიცი ეს რას გულისხმობს, მაგრამ რადგან კავკასიონი რეგიონი დიდია, ალბათ ეს ეხება ყველას, ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს. და მე მგონი პანიკაში არავინ არ უნდა ჩავარდეს. ეს უფრო გაუარესებს მდგომარეობას. კი, მეც ვეთანხმები იური ლირს, მას ბევრჯერ უთქვამს, რომ ასეთი შემთხვევებისთვის მიწისძვრების შემთხვევებისთვის უნდა ქონდეს გამზადებული ჩემოდანი, სადაც დენა ყველაფერი საჭირო, საკვები დაწყებული, ტანსაცმელები დამთავრებული, მაგრამ თუ უცებ მოხდა ძლიერი მიწისძვრა და უცებ მოხდა დანგრევა, სად გაიქცევი? ვერსად ვერ გაიქცევი, ამას ვამბობ მე. სად უნდა გაიქცე ბუნების კატაკლიზმი, სად უნდა ხელოვნური კატაკლიზმები იყოს? შენ კი ახლა შენ შეგიძლია მაგალითად იცი ბუნებრივი მდგომარეობა დაუშვად რაღაც რეგიონისა და იცი რაღა დროს რა უნდა მოხდეს, მაგრამ ყველა მხარი იცის, რომ წავა გაწმენდა ტუნელების და ამ კუდიანების წინააღმდეგ ზოლა იქნება, ყველა მე სხვა არის ის კი არა, კუდიანების კი არა, უმრავლესობას მით უმეტეს საქართველოს ტერიტორიაზე ისე სკეპტიკურად უყურებს ყველაფერს უმრავლესობა ქართველებისა, რომ იგიც კი არ ჯერა, რომ თვითონ არიან სულები. ადამიანები კი არ არიან, არამედ არიან სულები, რომლებიც დროებით არიან თავიანთ ავატარებში და ასრულებენ თავიანთ ამოცანას, მისიას. და რომ დრო მოვა, დატოვებენ თავის სხეულს. ხო, ბევრს აჭირა, რომ სიკვდილი არ არსებობს, რომ სიკვდილი არის, გონიათ, რომ ერთჯერ ცხოვრობენ და საბოლოოდ ამ ქვეყნად. მე ვისაც ვილაპარაკები, ბევრს აჭირა, რომ ის სულია. არჯერა, როდესაც მე ვეუბნები, რომ მთავარი არის ეფირული სხეული და ჩვენი ფიზიკური გამოვლინება ეს არის მეორადი, მიბრასდებიან, არაო, მე არა ვარო მეორადი, მე პირველადი ვარო. საიდან ხარ შენ პირველადი? ყველაფერი რაც ფიზიკურ ფონზე ხდება, ეს ჯერ ვითარდება და მწიფდება ასტრალურზე და ეფირულ დონეზე. ჩვენ ვართ ეფირული სხეულია პირველადი, წვრილი სხეული. შემდეგ მოდის ფიზიკური. ჩვენ ვართ ეფირული სხეულის ორეული.
ეფირული სხეული კი არა ჩვენი ორეული, ჩვენ ვართ ეფირული სხეულის ორეული და სული მიმაგრებულია ეფირულ სხეულზე. და როდესაც ადამიანის ვიჭერი მისია თავდება და თუ ეფირული სხეული მოსცილდა ფიზიკურ სხეულს, იმ დროს შეუძლია სულს დატოვოს ეს სამყარო, მაგრამ ზოგ შემთხვევებში ეს ასე არ ხდება, მაგალითად დონორობის შემთხვევაში. თუ მომაკვდარი ადამიანის ორგანოები ამოუღეს და ცოცხალ ადამიანს ჩაუნერგეს, ხო, გადაუნერგეს, ის არ წავა არსად. იმიტომ რომ ამ ორგანოს ეფირული სხეული ცოცხალია, მთავარი სხეული. და ის ძველი პატრონის სული სულკუთში დასდედის იქნება ამ გადარჩენილს, სანამ იმ ძველი პატრონის რამე ორგანო, თუნდაც თითი იყოს, თუნდაც ჭხილი იყოს, თუნდაც თმა იყოს, ხო, წარმოგიდგენიათ, ხომ არის ეს რომ იზრდიან თმებს ხელოვნურად, ხო? მე არ ვიცი ზუსტად რა ქვია ამ პროცესს. თუ კვტრის სული გაუზარდეს ადამიანს, იმ კვტრის სული არ მოასვენებს იმ ადამიანს. ის კინოცაა ამაზე გადაღებული, სერიალიცაა გადაღებული. არ მოასვენებს, იმიტომ რომ ის არ არის შენი საკუთრება. კვტრის სხეულის ნაწილები არ უნდა დარჩეს იმისთვის, რომ სული დამშვიდდეს და შვიდად დატოვოს მიჭერის სამყარო. და მე აქამდე ვამბობდიო, რომ სამხრეთ აზიის რეგიონშიო შეიძლება მოხდესო უსიამოვნო მოვლენები. და ეს ყველაფერი ახლა ნამდვილად ხდებაო იქ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არისო ორი ძალის შეტაკება. ამ რეგიონშიო ინდონეზიაში არიანო ჩვენი არხის, ანუ ავსტრალიანკას არხის მეგობრები. მათ გაუმართლათო, მაგას მათ ძროზე ადრე დატოვესო იქავრობა და ახლა ისინიო ისვენებენო ნათესავებთან ჩიტაში. რაღაცნაირად ჩვენი არხიო ეხმარება ადამიანებს ორიენტირებაში და დროის მოგებაში. ხო, აი ეს მოკლე ინფორმაცია იყო, მაგრამ მოკლე ინფორმაცია არა, ის სხვა რაღაცას კიდე ლაპარაკობს, იქ რაც მე არ მეინტერესებს. წერს მუსიკას ეს კაცი, რა ვიცი მე მისი მუსიკა არ მომწონს მაინც და მაინც არ ეზონირებს ჩემ გულთან, ჩემ სულთან, ამიტომ მე მაგას არ უსმენ. ისე არის ხალხი, არ ყავს ამ იურილირს გულშემატკივრებით მისი მუსიკისა, მაგრამ მე იურილირს უსმენ, იმიტომ რომ რამე ახალი ინფორმაცია გავიგო. ეს კაცი ყოველთვის გადასცემს უტყوار ინფორმაციას, შეიძლება მინუს პლუსი რაღაცებს ცოტა არ დაემთხოს, მაგრამ ეს კაცი არასდროს არ გადასცემს ტყუილ ინფორმაციას. ეს ერთი. მე კიდევ ახლა ამ ვიდეოში, ხო, მოკლე ვიდეო გამომივიდა, მაგრამ ამ ვიდეოში რაც საინტერესო იყო, რაც ეხებოდა კავკასიის რეგიონს, მე გადმოგეცით და სხვა არა, მაინც მნიშვნელოვანი ისყობა თავის მეგობრებზე, მის მუსიკის ზეგავლენაზე. კი, ნიჭიერი კაცია. და ხო, დიდი დრო არ წაუღია, არა, ხო, საცა რო უყურებ ახლა მე. და ამით დავამთავრებ. მადლობა ყურადღებისთვის.